მოგესალმებით, ეს გახლავთ ლიკა ყაზბეგის პოდკასტი, რომელიც იწერება პოდკასტ ზონაში. დღეს ჩემი ახალი ეპიზოდის სტუმარია ექიმი დავით ბუბუტეიშვილი. მოგესალმებით, ბატონო დავით. დავითი გახლავთ პედიატრი, რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, ფიზიოთერაპევტი, ჯანდაცვის ორგანიზაციის სერტიფიცირებული ლიცენზიანტი, ბიონუტრიციოლოგი. ნუტრიციოლოგია გაგვიგია და ძალიან პოპულარულია, ბატონო დავით. ბიონუტრიციოლოგი იქნებ განგვიმარტოთ, მოკლედ მაყურებლისთვის, ვინც არ იცის. ბიონის დარგის შესახებ. ნუტრიციო ნიშნავს კვებას, ანუ ცოცხალი საკვებით კვება. შვენიერი. იცით რა მაინტერესებს, აი პირველი კითხვა მინდა დაგისვათ იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ფაქტიურად ზოგიერთ ამ პროფესიას რაც ჩამოთვალე, დაიმშვიდობეთ, ხო? თუ სწორი ვარ. და რამდენიმე ათეული წელი მიუძღვენით ჯანსაღ კვებას. აი რამ განაპირობა? კი ვიცით, რომ ჯანსაღი კვება არის საჭირო სასარგებლო, გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს, მაგრამ თქვენ უთმობთ თქვენი ცხოვრების არ ვიცი ალბათ 80%-ს ხომ მართალია და რამ განაპირობა? მოკლე პროლოგს ვიტყვი. ჩემი მამა ჩემი იყო ექიმი. და მოყვები ერთ მოკლე ტრაგედიას, საინტერესო ტრაგედიას. წლების წინ ახლობით მე დაბადებული არ ვიყავი, მამა ჩემი წავიდა დენით სათევზაოს. თავი ექიმი იყო ვანში, ელექტრომავთულები სადღაც რაიკავშირის საწყობში აიღო, დედა ეუბნება რომ არ წახვიდე, ცუდი სიზმარი მაქვს. მამა ჩემი მაინც წავიდა, ჩემს სახლს უკან ჩამოდის მდინარე. დენით წავიდა სათევზაოდ და ჩემი უფროსი 13 წლის და გარდაიცვალა ამ წყალში ფეხით. და რა უნდა სათევზაოდ? მაშინ ყავდათ კიდევ ორი მომდევნო ჩემზე უფროსი ძმები. ეს იყო უდიდესი ტრაგედია და შეძრა. მაშინ ამის შემდეგ ერთხელაც მამა ჩემი მოდის სამსახურიდან ზამთარში სახლში, დედა სახლში არ ხვდება, ბავშვები არ არიანო, და მდინარე გადაიხედა უკან და ნახა მოდიდებულ მდინარეში, აი წელამდე სივწყალში დგას დედა ჩემი. რომ გაცივდეს, ავად გახდეს და ფაქტიურად თვითმკვლელობისკენ მიდის. მამა ჩემმა ესახა რა თქმა უნდა ამოიყვანა. მიხვდა რომ და ვეუბნება რომ მაშინ და შვილების უფროს ბიჭების დახოცება, ამას ხო მშობლები უნდა. ანუ ამ მიზნით ჩავიდა რომ ავად გახდა. რამდენადაც დედა უკვე აღარ გამოდიდა, მდგომარეობა მედრეკილი იყო, არ უნდა და სიცოცხლე. გადაწყვიტეს გაიჩინათ მესამე შვილი. და 9 თვის შემდეგ ჩავისახე მე. ახლა პედიატრია მუშაობია პედიატრია და ნებისმიერი პედიატრი ეკითხება ბავშვის მშობელს როგორი ორსულობა ქონდა. წარმოიდგინეთ როგორი ორსულობა ექნებოდა დედაჩემს ჩემზე. ურთულეს. საშინელება ხო ახლა ყველაფერი გენეტიკურია. ყველა დაავადება თითქმის ყველა გენეტიკურია და ამის შემდეგ ზრდის მე დედამ გული გადააყოლა გარკვეულწილად შვილი ბავშვის მოვლა ზაშანი განშენეგ. თუმცა მამა ჩემი 7 წლის შემდეგ გამომვა შეეწირა და 40 წლის ასაკში 44 წლის ასაკში გარდაიცვალა შემდეგ. ანუ შეეწირა რას გულისხმობთ? სტრესით? დარდმა სტრესებმა თავის იქნა და წარმოშვა დაავადება. გარდაიცვალა დიაგნოზი შარშა ნახე. არის ასეთი ღვიძლის ნაღლის ბუშტის განგრენა. 15-16 წამდე ვიზნები ჩვეულებრივი ახლა არანაირი ისინი არ მაქვს, ფეხბურთს ამოშობ, მაქვს თითქმის ყველაფრის ნიჭი, ყველაფრის ჩემპიონი ძალა და 15 წლიდან 15 წამდე მინდა გამოვიდე, მეღვინდა და ფეხბურთელი. ვღებულობ ტრამვას მოხლისას, იოგები მიწყდება მყესები, შლატერის დაავადება, გადის წლების შემდეგ ფეხბურთმა უკვე აზრი დაკარგა, მე დედამ თავის იქნა და ექიმობა მაშინ ძალიან პრესტიჟული იყო და ჩავაბარე სამედიცინოზე. ხდებით თუ არა სტუდენტი, მიჩნდება წყლული. წყლს ვერ ვკურნალობთ. ვიმკურნალე დაახლოებით რამოდენიმე თვე, მაშინ სტუდენტი ვარ სამედიცინოზე ვსწავლობ, ვინც კი წარმატებული გასტროენტეროლოგი იყო, ეს წყლი არ შემიხორცთ. ამის შემდეგ მითხრეს რომ არის ასეთი ივერიაში, ბორიაში, ბორის შხიანი, რომელიც
კურნავს შიმშილოვებით წყვილს. ნახე ბორისხიანი და მითხრა რომ შიმშილოვო 12 დღეო და კუჭი შეგეხორცება, წყვილი შეგეხორცება. მართლაც ეს გავიარეთ. პაპატი, თქვენ მანამდე გაგებული ქონდათ რომ არსებობდა ეს პოლ ბრეგის ცნობილი შიმშილობა, წიგნიც არსებობს ამ თემაზე. ნახეთ მაგ პერიოდში უფრო მანამდე ბიზაშვილი იოგა მყავდა, ვიწყებ იოგას, ვიწყებ პოლ ბრეგს, მაგრამ ეს წყული მაშინ არ მქონდა და ეს მოყვარული იოგა ვარ, მოყვარული ესეთებს, მაგრამ ესეთი აუცილებლობა რადგანაც არ იყო, აი ამ წყულის შემდეგ ვიწყებ. ვაკეთებ ამ შიმშილობებს, პერიოდულად ხან 3 დღე გავაკეთე, 5 დღე, 7 დღე და ეს წყული წარმოიდგინეთ რომ მაშინ ბარიმის პაპით იყლებდნენ და უკვე ნაწილურიც აღარ იყო, ესეთი შეხორცებული იყო. ამის შემდეგ იწყება ჩემი დაინტერესება პოლ ბრეგით, იწყება დაინტერესება შიმშილობებით, იწყება დაინტერესება ჯანსაღი ამ შიმშილობის დროს აღმოჩნდა ყოველ შემთხვევაში ყოველი ფეხბურთის თამაშის შემდეგ სახე მიყვითდებოდა, სკლერები მიყვითდებოდა. გავიკეთე ანალიზები შემდეგ შიმშილობა რო დავიწყე, მანამდე არ ვიცოდი, თურმე აღმოჩნდა ეს არის ჟილბერის დაავადება, ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც არაპირდაპირ ბილირუბილი პირდაპირში ვერ გადადის სულად და ეს იყვით ერჩება, კანი ყვითდება და ყოველ თამაში და ფიზიკური, მაგრამ მიხედავთ ამისა ძალიან სერიოზულად ვიყავი მონდებული და მაინც თამაშობდი ამ ფეხბურთს. თუნდაც ამ დროს სტუდენტობის დროს ინსტიტუტის გუნდში თამაშობ ფეხბურთს. ეს იყვისები ყოველთვის მაქვს. გავიკეთე ხა შევშინდი ახ სტუდენტი ვარ ჯარა ვარ ექიმი გონია მაგრამ მე გავიგე რომ არ არის საშიში მაგრამ მაინც ისინი ქვია. ამ პერიოდუდაც უკვე სხვადასხვა დროს რამდენიმე დღიანი შიმშილობების ჯანსაღი ზამების ფონზე გაქრა ჟილბერის დაავადება აღარ მაქვს არც დღეს ამაქვს და უამრავი ანალიზების შემდეგ ყოველთვის არაპირდაპირ საერთო ბილირუბილი ყოველთვის მოვიდა ნორმალი. ნუ ხა მაშინ მე ვერ ათავისებდი ამ ეს შიმშილობამ გამოიწვია ჯანსაღი შემდეგ რაც უფრო გადის დრო, დაახლოებით 2-3 წლის ექიმი ვარ და ვარ ბინაზე ყავდა ონკოპაციენტი 37 წლის დაახლოებით ულამაზესი სტომატოლოგი, რომელსაც ჰქონდა ძუძუს მეოთხე ხარისხის კიბო და ამ ოჯახში ვკითხულობ, დიდარი ოჯახი იყო, ჩემი ნათესავები არიან. არის ფერადი ილუსტრირებული ჟურნალი, მაშინ ესეთი იშვიათი იყო. წინგში ვკითხულ, ამ ჟურნალში ვკითხულობ, არ მახსოვს ჟურნალის დასახელება, რომ რძე და რძის პროდუქტები აჩენს კიბო, იწვევს კიბოს. ეს იყო შოკი. 2-3 წლის ექიმი ვარ. ბოდიში, მაგრამ რატო დაუჯერეთ ინფორმაციას, ბევრი რამ იწერება. ეხლაც მაშინაც და ესე უპირობოდ რომ დაუჯერეთ. ადამიანის საერთოდ ყველა ნებისმიერ ადამიანი ვისაც კითხულობთ ნებისმიერ ახალ ინფორმაციას გინდა არ გინდა ღებულობს ისეთ ან გამოუცდელი ექიმი ვარ და ეს იყო შოკი და არა დავიჯერეთ თუ არა ეს უკვე შემდეგ წლებმა მიჩვენა ეს სიმართლე იყო თუ არა. ამ დროს მე ყველა ვატყობს უნიშნავ მოწონს, ყველა ვატყობს უნიშნავ რძეს. თუმცა რძე იწვევს ახლა მაშინის ეს დონე. ხა მივხვდი რატომ მიიღეთ შოკი. ანუ თქვენ უნიშნავდით პაციენტებს იმას რაზეც კითხულობთ რომ სიმსივნეს იწვევს მესმის ახლა. და მის შემდეგ იწყება ჩემი დაინტერესება რძის პროდუქტებით. შემდეგ აღმოაჩინა რომ ძროხის ზე იწვევს მხოლოდ მჟავა რეაქციას რომელში თხის ზე არ იწვევს. შევწყვიტე ძროხის ზის დანიშნვა და გადავედი თხის ზეზე დავდივარ, შოულობ, ვეძებ, მეცვავ, სხვასაც ვასმე. თურმე ესეც იგივეა, ორივე ოქსიდაცია. ორივე არაჯანსაღი პროდუქტია, ორივე მჟავა რეაქციას იწვევს და არანაირი მარგებლობა არ მოაქვს, მაგრამ ამას მჭირდება წლები და მჭირდება მტკიცებულებები. მაშინ არ არის ინტერნეტი და თუ რამე ცოდნა მინდა მივდივარ. ნუ არ ქონდათ ლაბორატორია ელემენტარულად, სადაც შეიძლება კვლევა. ანუ ინტუიციას უნდა ენდოთ. ციგნების დეფიციტია. დავდივარ საჯარო ბიბლიოთეკებში, იქ ვერაფერს ისეთ საინტერესოს ვერ პოულობ, ახალი ინფორმაციები გამოწერილი მაქვს რუსული ჟურნალები, მაგრამ არ არის ეს იდონეზის შესწავლილი, იყო პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე ეს ინფორმაციები. მაგრამ მე მაინც ასე თუ ისე ჩემ თავზე გძნობ ახლა რომელი რა პროდუქტი როგორ მოქმედებს ჩემზე. ამ დროს კიდე მეორე წყული. უკვე ექიმი ვარ. სტუდენტობის დროს ერთხელ ხო გამიჩნდა, ხო მეორედ გამიჩნდა კიდევ წყული. და ვიწყებ სრულ სიმშილობებს. მხოლოდ წყალზე და ხდება ამ დროს ის ხდება რომ წყული მოვირჩინე. ახლა უკვე რამდენიმე ჩამოყალიბებული ექიმი ვარ და ვიცი რას ვაკეთებ, რაც არ.
მივდივართ მე მიშა გომიაშვილი მივდივართ საშიმშილოდ მიშა გომიაშვილი მსახიობი მე და მიშა მივდივართ უნივერსიტეტის მოშიმშილეებს საბასტუმანში ობსერვატორიაში მივდივართ და ეს უკვე შემშილობ სხვადასხვა მაშინ იქ 16 დღე ვიშიმშილე ამის შემდეგ და მანამდეც სიმშილეებს ვაკეთებ. ხო, ადვილი იყო და მიშასთვის როგორი იყო ეს? გაძლოს ფოტოშორის მიშამ. ჩემი ალბათ მაშინ იქნებოდა მე-10 მე-15 სიმშილეობდა მიშასთვის პირველი იყო და გაძლო. ახლა მე ცოტა კონტროლი მასან ქონდა მიშას არ აქვს ისეთი ისახლა უფრო სტროენდი და მაღალი. ცოტა რთულია ქართველი მამაკაცები რომლებიც კეიფს არიან მიჩვეულები უყვართ ვიყვართ ქართველებს კეიფი და ამ დროს თქვენ სიმშილზე მესაუბრეთ იყო. სულ გვიყვებოდა ხანო მაგარი მოსაუბრე იყო რასა ყოველ საღამოს პრეფერანს თამაშობდით როდონის ამაზონში შავდიოდი და გაგვიიოლდა ძალიან მარტივი. ამის ფონზე ადვილია სიმშილობა კი მესმის. ამ დროს უკვე უამრავი სიმშილობების წიგნი მაქვს აკითხული ამერიკელების რომ სანატორიუმში უნდა იმ სიმშილობა სხვათა შორის ამის შემდეგ რამდენიმეჯერ ვცადე და სახზეში სიმშილე. დაახლოებით 200 დღეზე მეტი მაქვს სიმშილობა. ანუ იქ სიმშილობა რითი განსხვავდება სახლში სიმშილობისგან? ანუ სადაც იყავთ აბასუმანი, ემოციური სტრესი როგორია სახლში საჭმელს აკეთებენ, ბავშვები ჭამს, სხვათა შორის სახლში ვერჯერ ახლა დავიწყებ, როცა ყველასვირი სიმშილობის დროს ამერიკელებს უწევია 26 დღე უნდა ისიმშილო. გერმანელებს აქვს 21 დღე, ფრანგებს 28 და 28 დღის განმავლობაში 28 დღე ჭირდება სისხლის მთლიანი ფორმულის გამოშეცვლას რა. გამოიცვალოს. აჩვენებული მაქვს რომ სულ 28 დღე ვიშიმშილ. და აქ ჩაგეკითხებით რომ არ დამავიწყდეს. ორგანიზმს ხო ჭირდება უამრავი ვიტამინი, მიკროელემენტი, რომელთაც ჩვენ ცოცხლობთ. და აი ამ პერიოდში არაფერს არ იღებთ წყლის გარდა, ხო? და ეს წყალი გამოხდილი წყალი. ორგანიზმს აქვს რეზერვი. კი, ეგეც ძალიან რეზერვის ხარჯზე აქვს რეზერვი და ეხლა რა ხდება ჩვენს ორგანიზმში არის კალციუმი ჩვენ ორგანიზმში რაც არის დაახლოებით 6 სახეს არის. აქედან მხოლოდ ერთი ორგანული კალციუმი, რომლის ბიომოლეკულები არის შედგება მხოლოდ ატომებისგან. დანარჩენი ყველა კალციუმი შედგება იონებისგან. ეს დანარჩენი ეს 5 კალციუმი გროვდება ჩვენ სისხლძარღვებში. ეს გროვდება ნაწლავების კედლებზე, სისხლძარღვების კედლებზე, დისკოზე, ხერხემალზე, სახსრებში და ყველა, მაგრამ ეს არის არაორგანული კალციუმი, ანუ იონიზირებული, დამოხტული კალციუმი. ჩვენს ორგანიზმში ჭირდება ორგანული კალციუმი, ატომური, რომლის ელექტრონული იონები ელექტრონული ნეიტრონული ელექტრონული მუხტი განეიტრალებულია. ეხლა რა ხდება? ორგანულ კალციუმს, ანუ ბიომოლეკულურ ატომურ კალციუმს უჯრედის პლაზმური მემბრანები უჯრედში არ უშვებს. აი მივედით ახლა უმთავრეს. იმიტომ რომ ეს ის კალციუმი არის, რომელიც ჩვენს მიტოქონდრიებს ჭირდება. ოღონდ უნდა გთხოვდეს ცოტა გასაგებიენით ჩვენს მსმენელს. თუ კალციუმი ისე რომ ბავშვმაც გაიგოს. თუ კალციუმი იონიზირებულია, ანუ გააჩნია მუხტი, მას უჯრედის მემბრანის სენსორული რეცეპტორები კეტავს და უჯრედში არ უშვებს. რჩება უჯრედ გარეთ. ანუ მატრიქსში და ის ილექება სახსრებზე, გულის სისხლძარღვებზე, დისკოზებზე და ასე შემდეგ. და როდესაც ვშიმშილობ, ორგანიზმს ყოველდღე ჭირდება გრამ 9 კალციუმი. როდესაც ახალი კალციუმი არ ჩადის, ორგანიზმი ეს ამერიკელების კვლევაა, როცა ახალი კალციუმი არ შედის და ყოველდღე ჭირდება ფუნქციონირების კალციუმის, ნატრიუმის, ყველა მინერალები, ვიტამინები და ასე შემდეგ, ამის რეზერვი კალციუმის დევს ორგანიზმში. როდესაც შიმშილობს ადამიანი, აი ეს იხდება ამ დღეში განმახევარი კალციუმის მოხმარება. ანუ ყველგან აკდება და იკლებს კალციუმის დონე როგორც ნაწლავების კედლებზე ასე არის. რამდენია გრამ 9 კალციუმი? რა უნდა მივიღოთ, რომ ეს დოზა შეივსოს? რამდენია, რო ვიცოდეთ? ხო, ეხლა როდესაც გამოდიან და მონიშნავენ ექიმები კალციუმს, ეს მედიკამენტოზურ კალციუმს, ან ის კალციუმი არ არის ის კალციუმი, რომელიც უჯრედში უნდა შევიდეს. უჯრედში ჭირდება მხოლოდ ბიოლოგიური, ბიონუტრიენტული, აი ორგანული, ორიგინალი კალციუმი, რომელიც ნეიტრალური ატომები გააჩნია. ჩაწვება ფარმაკოლოგიური ბიზნესი. კალციუმი იყიდება მრავალი სახეობის და ყველა მამია. ანუ რატო იყიდიან მაშინ?
ყველა მავნია მაგას ნებისმიერ დროს აი თუნდაც ესეთი მე მაქვს და რატო ვყიდულობთ ჩვენ კალციუმს ანუ კარგით შეიძლება თქვენ მიპასუხოთ რომ რადგან ინფორმაცია არ გვაქვს ამ კალციუმს უჯრედში ჩვენ გვჭირდება უჯრედული ადამიანი რომ ჯანმრთელი იყოს ჭირდება ძლიერი იმუნიტეტი ბატონო საკვებით მივიღოთ მხოლოდ აუცილებლად უნდა მივიღოთ საკვები და უნდა მივიღოთ აუცილებლად მცენარეული კალციუმი და ერთადერთი გამონაკლისია ამ კალციუმს შეიცავს კიდე უმი კვერცხი და უმი ხიზიალა ხას უსვამ უმი კვერცხი და უმი ხიზიალა თუ ჩვენ კვერცხს მოუხარშავთ თუ ჩვენ კვერცხის გულს მოუხარშავთ თუ ჩვენ აუშვათ ოხრახუშს მწვანილს მოუხარშავთ მასში არსებული სიცოცხლის ელექსირი ორგანული დაუმუხტავი ელექტრონულად ნეიტრალური კალციუმი დაიმუხტება კაცმის კვერცხის გული ჯობია თუ განიცდის იონიზაციას იონიზირებული კალციუმი მე მინდა ამ ქიმიიდან და ფორმულებიდან მოგწყვიტოთ რომ არა მე ისე დონეზე ვხსნი მე მგონი საშუალო ჩვენი მაყურებელი ბუხალტერიც კი გაიგებს ისეთ ვცდილობ იმიტომ რომ ახლა რა თქმა უნდა ძალიან რთული ამზე ახსნას და სწავლას არანაკლებ 32 წელი ვარ. მესმის, მაგრამ უმრავლესობამ შეიძლება ვერ გაიგოს, ამიტომ წყრის კვერცხი ჯობია თუ ქათმის, აი რომ მიპასუხოთ. როგორი? წყრის კვერცხი ჯობია თუ ქათმის? წყრის კვერცხი გაცილებით უკეთესია, მაგრამ გააჩნია მწყერს. ანუ თქვენ წეგან ბრძანეთ, რომ უმი კვერცხი უნდა მივიღოთ. ცოტა რთული არის უმი კვერცხის ჭამა და ბავშვობაში რომ ვაკეთებთ, გოგლი მოგცის რომ გავაკეთოთ? კი ბატონო. მაგრამ გოგლი მოგცი შაქარი უნდა გამოვიყენოთ, შაქარი. შეიძლება გოგლი მოგლი. თაფლით არ გამისინჯოს მე გამიგეთებია აი ვცდი ყველაფერს ვცდი ხოლმე მომაწოდეთ ეხლა აი ავიღოთ სტაფილო ავიღოთ სტაფილო არის უნიკალური პროდუქტი თავის შემადგენლობით იმ კალციუმით რომელიც ვახსენდით ხო მასში არის კალციუმი დაუმუხტავი ატომური კალციუმი ანუ ორიგინალია თუმცა ჩვენ მას მოუხარშავთ ეს იგივე კალციუმია სტაფილოში, რაც იგივე მედიკამენტოზური კალციუმი, რომელსაც უნიშნავენ დალიეთ. ეხლა უნიშნავენ, აი კიდევ უფრო სენსიტიური თემა შევეხები. კალციუმის ნაკლებობა და უნიშნავენ კალციუმს. ამ დროს ამ ადამიანს შეიძლება კონდეს ცირკულებში, ნავლის ბუშში, დისკოზები და კალციუმის დაგროვება. ამ დროს სტაფილურობები მაგრამ სისხლის ანალიზი აჩვენებს კალციუმის დეფიციტს. უნიშნავენ კალციუმის პრეპარატებს და მე არ მინახავს შედეგი, რომ კალციუმი, იმიტომ რომ კალციუმის დეფიციტს იწვევს უჯრედულ დონეზე რა ხდება, უჯრედში რა ხდება. მაგრამ ამ არაორგანულ კალციუმს, ანუ იონიზირებულ კალციუმს უჯრედის მემბრანის პლაზმური მემბრანები არ უშვებს, უკეტავს. მას აი ქიმიური ისინი აქვს, აი როგორი მანი რომელი გაატაროს, რომელი არ გაატაროს. ამას აი სენსორული რეცეპტორები, იმიტომ ქვია მის ქიმიას ცნობს. ის როგორია იონიზირებული თუ ატომური. ეხლა როგორ მივედი ამ დასკვნამდე. თავისუფალ რადიკალებს გააჩნია ესეთი განმარტება, რომ თავისუფალ რადიკალები ჯანსაღ უჯრედებს არჩევენ განეიტრალებულ ელექტრონს და გადააქცევს მას იონებად. ამ უკვე ეს არის თავისუფალი რადიკალები. ამაზე თუ მიაბავთ ყველა იონური ელემენტები. კი, ეხლა რა მივაბავთ, იცით, რა მირჩევნია, სტაფილო და სიმაღლე. აი ეს მითია თუ რეალობა, იმისთვის რომ ბავშვმა მოიმატოს სიმაღლე, რომ უნდა მიირთოს სტაფილო და უფრო უარესი ბრჭყალებში გახსოვთ, ალბათ თქვენს გახსოვთ, რძეს და იმას რო ასწავლებდნენ. ჭარხლის წვენს, რომელიც რთულად მოსამზადებელია, მე 2 საათი არაფერი არ უნდა მიირთო და ბავშვებს ეზიზღებათ ამის დალევა, მაგრამ სვამენ, იმიტომ რომ მშობლები აიძულებენ. თუმცა მე როგორც ვიცი, ეს რეცეპტი არ არის ცუდი და ეს ლულისებრი ძვლები, რასაც ქვია, რომ არ გაძვალდეს ნაადრევად, ესე გასაგებ ენაზე რო ვისაუბრო, მაყურებლისთვის გასაგებ ენაზე, ამისთვის ძალიან კარგი ყოფილა, მე როგორც ვიცი და მაქვს ინფორმაცია, აი ჭარხლის წვენი და რძე ერთად უზმოზე, როდესაც მიიღოს მოზარდი, რა თქმა უნდა, თორე ჩვენ რომ მივიღოთ, ახლა ჩვენ ეჭვმეპარება რომ სიმაღლეში ფაქტიურად კალციუმი ძალიან ცოტა გადადის. ესენი უნდა მიიღონ დაბლენდერებული სახით, ან გახეხილი, ან უმად. წვენში მინერალები ნაკლებად გადადის. აი ეს ჩენჩო, რომელიც რჩება, იქიდან იქ რჩება ძირითადი მასა
მაკროელემენტებისა და ამიტომ როდესაც გვაინტერესებს სიმაღლეშიც დაიქნება, უნდა მივიღოთ აუცილებლად ორგანული დაუმუხტავი არაიონიზირებული კალციუმი, რომლებიც არის ბიონუტრიციოლოგია ხო წავიკითხეთ ჩვენ რასტის შტავს, რომელიც არის მხოლოდ ბიოპროდუქტში. ჩვენ თუ მოხარშეთ სტაფილო ბიო მოკვდა იქ, მაშინ ცოცხალი არაფერი. ანუ მოხარშული არაფერი არ ვარ, საერთოდ ცეცხლზე, გაზზე არაფერი. ყველაფერი გადავყავ, იწევს ოქსიდაციურ, ანის ოქსიდატები ყველაფერი მოხარშული, რომელიც კი გაცხელდება ორმოზე. გამონაკლისის გარდა აბსოლუტურად ყველაფერი? მაგასაც გეტყვით აი მოკლე პასუხს. აი მთელი მსოფლიო ნუტრიციოლოგია ამბობს, რომ პომიდორში არსებული ლიკოპენი უძლებს 175 გრადუს გაცხელებას. რამდენიმეჯერ სად არ მოვიძიე ეს რომ ის ლიკოპენი და ცოცხალ პომიდორში არსებული ლიკოპენი იყოს ერთი და იგივე, ეს არის ნონსენსია. არა ექვემდებარება რეალურ ჭეშმარიტებას და ვეძებ რამოდენიმე წელი ამის რომ დავამტკიცო რომ ის ლიკოპენი და ეს მოლეკულური სტრუქტურები ჩამოვწვი ახლა მოლეკულური სტრუქტურები იცვლება მოლეკულური სტრუქტურების ატომების განლაგება იცვლება რომ უნდა იყოს ცფივი ხდება აგლუტინაცია მასში და სისხლში ეს რამდენჯერაც ფორმულებზე გადავალთ არ მიწყინოთ უნდა გაგაჩეროთ წნილზე მაინტერესებს წნილის შესახებ წნილზე გამიგია რომ აი კომბუსტის წილი ძალიან სასარგებლოა და მისი მირთმევა არის ძალიან კარგი ორგანიზმის. თუ ჩვენ წნილს დავამზადებთ და მაშინ ნატრიუმი იყო 1 გრამი, დამჟავებულ წნილში უკვე არაორგანული ნატრიუმი იქნება 10 გრამი. ორგანული და არაორგანული. ეს სუნცირე როა. მე უამრავ წყალს როდესაც ორი კვირის წინ ვარჩევდი ამ თემებს და არ არის ქმნის ანტიოქსიდანტი არ არის წნილები არის ოქსიდანტი. ეხლა მე ხშირად მეკითხებიან აბა რა ვჭამოთ გააჩნია არა ეს არის კითხვა და იცით როგორი კითხვა ამ თემაზე ხო ხშირად საუბრობენ ექიმები თქვენი კოლეგები ყავთ კოლეგები ბუნებრივია ხო და მე როდესაც კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე მსგავს ვიდეოს როდესაც ვუყურებ და ვუსმენ ხალხი არის აღშფოთებული მე მესმის მათი იმიტომ რომ ერთ-ერთი მეც ვარ ხოლმე რომ კი მაგრამ რა ვჭამოთ მაშინ ის არ შეიძლება ეს არ შეიძლება ყველაფერი მავნია ნიტრატებით სავსეა საზავთრო ნესვი ყველაფერი ჩვენ ხო ვიცით რომ მართლა ნიტრატები ცავსია პროდუქტი. მართლა რა უნდა ვჭამოთ? მაშინ შიმშილობაზე უნდა გადავიდეთ. პირველ რიგში პირდად ახლა არ დამავიწყდეს გამახსენდა ესეთი რამ. გუგში წერია და ყველა მოვიძიებთ არის ასეთი მოლუსკები, მტკნარი წყლის მოლუსკები. მტკნარი არის წყალი, რომელშიც 1 ლიტრში 0.1 გრამი არის მარილები, ის კალციუმი, ნატრიუმი და ასე შემდეგ. და ამ მტკნარ წყალში მოლუსკები ცოცხლობს 210-დან 250 წლამდე. მაგრამ თუ ამოიყვანდეს მოლუსკები ხისტი წყლიდან, რომელიც ცხოვრობდნენ ხის წყალში, ანუ მისი მინერალიზაცია იყო მაგარი. არც ერთი არ იყო მისი დნმ-ის შესწავლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ 100 წელზე მეტი დღეგრძელი არც ერთი მოლუსკი არ იყო. ესე იგი სუფთა წყალში მოლუსკებმა იცოცხლეს 250 წელი და მღური, ანუ არასუფთა წყალში იცოცხლეს 100 წელი. ჩვენ ცხოვრობთ აი ამ მარილში, კალციუმში, ლუდში, ლუდი რა ახლა ესეთ იმებს, რომელიც გადავსებულია მაკროელემენტებით, არაორგანული მაკროელემენტებით. დაუბრუნდები სიმაღლესთან ზდას რომელი ბოდიში რა გამოჩეს არ დაგვიმთავრებია ძალიან მარტივად ახლა არის შავი და თეთრი სეზამი შავი სეზამი გაცილებით მეტ კალციუმს შეიცავს ბუნებრივ ორგანულ ატომურ კალციუმს შეიცავს მაგრამ ამ შავ სეზამს ჩვენ აი დაუშვათ ამ დღეს თქვენ ვძანეთ რომ და დავვქვათ ხო? სელის თესლი. ნებისმიერი სუნელი რომელსაც დავვქვათ 1 საათს გავაჩერებთ უკვე ოქსიდაცია ჟანგია. რას მეუბნებით? მე კიდე ეს ვაგროვებ მარაგს თქვათ 1 თვის. ყველა სუნელი დაახლოებით 1 საათის შემდეგ იჟანგება ხაერზე ხდება. იერთებს
შაგბადი და თვითონ ესელი თქვა ჰაერზე თუ იქნება, მაშინ არ იჟანგება? აი როგორ უნდა ვჭამოთ სეზამი, როგორ უნდა ვჭამოთ სელი, ზან კი ბატონო, გისმენთ, ხშირად მივირთმევ. პირველ რიგში თუ შესაძლებელია გაღივებული, ეს არის გაღივებულში ფერმენტები დაახლოებით 3-ჯერ, 10-ჯერ და E ვიტამინი 2500-ჯერ მატულობს. ფერმენტები. და რა მიკროელემენტები და ქიმიური ელემენტები. ქიმიური რამდენიც იყო, იმდენი არის, მაგრამ ის ქიმიური ელემენტები როგორც კი შუქზე და ჰაერზე მოხდება, კალციუმი გადაიქცევა კალციუმ 2-2. ანუ დაიჟანგა, ანუ ოქსიდატია. აი ახლა ყველაზე რას ნიშნავს ანტიოქსიდატი, ყველამ ვიცით, რომ კარგია ანტიოქსიდატი. ოქსიდატი ცუდია. როდესაც ჩვენ სელს ახლა როგორ ჭამოთ სელი? ჩვეულებრივ რა უნდა დავქვათ? ალბათ საკვებს ხვილად დავქვათ და მაშინ ვჭამოთ, არ დავაყოვნოთ, იმიტომ რომ ხვილ დავქვეში უჯრედები მთლიანად არ შეშდება და მაშინ არ ჩუმდება. მაშინ ვიტამინებიც ასევე და გოგრის თესლს მივირთმევ, სწორს ვაკეთებ თუ არა? ეს გოგრის თესლი, მე გოგრის თესლი ახაც მაქვს სახში და სხვადასხვა ამასთან მოიწონს. ძალიან აგებრიელებს ნებისმიერ კერძთან დამეთანხმებით. კი ბატონო, ის გოგრის თესლი, რომელიც შემოსულია ჩვენთან, არის გენ მოდიფიცირებული. არ გააჩნია ჯერ ერთი გარსი არ გააჩნია. მომწვანო ფერის რო არის. გარსი არ გააჩნია, მეგეც დამუშავება, უნდა გააჩნდეს შიგნით 2 თხელი გარსი, ამას ერთი თხელი გარსიც არ გააჩნია. არის გენ მოდიფიცირებული და სადაც კი მას შუქი და ჰაერი ხდება და აღწევს, იქ უკვე დაჟანგებულია და ვიტამინები განადგურებულია. მაშინ გამოდის ჩვენ ისეთი გოგრა უნდა ვიყიდოთ, რომელიც ქერქშია. კი, მე მაგალითად კი დეზერტირებაში მეყვიდო და თერჯერად გაცია. ბევრი დრო უნდა გქონდეს, მაგრამ ნუ საკუთარი თავისთვის ნამდვილად უნდა გქონდეს. კარგი სიტყვა ახსენეთ. რა არ დამიწყებოდა, კარგი რამ ახსენეთ. გენ მოდიფიცირებული. ნუ თუ მართლა ესეთი საშიშია, ნუ ჩვენთან ხო ფაქტიურად 90% ესეთი პროდუქტი შემოდის და აი ამაზე მაინტერესებს რომ მითხრათ 2-3 სიტყვა. გააჩნია დოზას რა რაოდენობის თუ აი გენმოდიფიცირებულ საკვებს გვერდი ავუაროთ, მაგრამ ვერც მივხვდებით ჩვენს მაღაზიებში არა წერია წარწერა. საზღვარგარეთ ვიცი რომ აუცილებელი პირობაა რომ უნდა ეწეროს. თუ კი პროდუქტი არის გენმოდიფიცირებული. ჩვენთან არ არის ეს რეგულაციები. თუ ადამიანს არ უნდა მიიღოს, ხო? არსებობს სელექციური და არსებობს გენმოდიფიცირებული. გენმოდიფიცირება პირველად 94 წელს ამერიკელებმა შემოიღეს ხორბლისგან და მას შემდეგ ხორბალას დაეკარგა სუნიც, პურს, გემო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე სხვათა შორის ესეც კვლევები მიყვარს სოფელში, სადაც სამეზობლოა 40 წლის წინ იყო 30 წლის წინ დაახლოებით, აი 30 წელი იყო 22-80 წელს გადაცილებული დღეს 3-ია. ძალიან ბევრი ფიქრე რა საიდან ხდება, საიდან ერთი და იგივე პომიდორს ჭამენ, იგივე ყველი აქვს, იგივე ეს ერთი დასკვნა ახლა აღარ გვარაუდია და არ მტკიცებულდება. პური შეიცვალა და ალბათ პულმა შეამცირა, გადამარტო იქა. ახლა გარდა ამისა, გენ მოდიფიცირება ფრანგებმა გამოაქვეყნეს კვლევა ინტერნეტში წერია, რომ ამ გენმოდიფიცირებულ მარცვლეულს აჭმევდნენ თაგვებს, რომლებიც ადრე დაიხოც. ამის შემდეგ ეს კვლევა გაქრა, შემდეგ აღარ ჩაუტარებიათ, იმიტომ რომ ეს ამერიკიდან მოდის გენმოდიფიცირება და სხვათა შორის არავის აქვს უფლება მეორედ დათესოს გენმოდიფიცირებული სიმინდის მარცვალი. ყოველ წელს ახალი უნდა გამოიწერო. ერთ-ერთი მეთოდი არანდობისა ეს არის და ევროპის ქვეყანაში არ არის, მაგრამ პირდაპირ მტკიცებულა რომ გენმოდიფიცირებული საკვები ამის ცდები და ლაბორატორიული დასკვნები ძალიან მწირია. როგორც ჩანს, მაგ თავისებური მართალი ხართ, მეც გეთახმებით, არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ ვიცი და ხვდები, რომ ჯერ არ ვიცით მრავალი ათეული წელი უნდა გავიდეს, რომ მივხვდეთ ამ გენმოდიფიცირებულმა პროდუქტმა რა გვიქნა და რა უქნა ჩვენს ორგანიზმს. ნიტრატები ახსენეთ. ნიტრატები ვახსენეთ და ბაქტერია მინდა ვახსენო, რომელიც იწვევს დემენციას, როგორც თქვენ. დემენციას და სხვა დაავადებებს. კი გეტყვით მაგას. ნიტრატები, რა თქმა უნდა, საშიშია, რატომ? მცენარეული ნიტრატები ნაკლებად საშიშია, იმიტომ რომ მცენარე ნებისმიერი სამყაროს წრებრუნვაში უმთავრეს როლს ასრულებს. ავიღოთ იოდი მაგალითად. იოდი აორთქდა ზღვიდან,
ავიდა ღრუბელით, წვიმის სახით ჩამოვიდა ნიადაგში, ნიადაგიდან ეს უკვე ოქსიდაციური იოდია. ანუ იოდის ჟანგია, ცალკე იოდი ბუნებაში არ არსებობს. აუცილებლად უნდა იყოს რომელიღაცასთან ნაერთთან. ეს იოდი მცენარემ შემდეგ შეიწოვა, ფოტოსინთეზის სახით გაშალა, გაათავისუფლა და ფეიხოაში არის თავისუფალი იოდი, რომელიც არის საოცარი ელექსირი ჯანმრთელობის. ფეიხოა. მაგრამ თუ ჩვენ ფეიხოას კომპოტს გავაკეთებთ, ეს იოდი დაიჟანგა. იმ დაჟანგებულ იოდს დამოხტული იოდ ჩვენ შევჭამ, მას არანაირი მარგებლობა არ გააჩნია. ანუ საერთოდ კამპოტები მე ვფიქრობ, უნდა მარტო მე არ ვფიქრობ ეს დადასტურებული უნდა ამოიღონ, ყვებინა ჩვენი ბებიები და დედები ჯერ კიდევ აკეთებენ და აქვთ ესეთი არგუმენტი, როდესაც ვეუბნები, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კამპოტი მიირთვას, რომელსაც მოხუფული აქვს თავი. არ შეიძლება მიირთვას ადამიანმა და პასუხი აქვს ესეთი, რომ ამაზე გაიზარდნენ ჩვენი წინაპრები და კარგად იყვნენ. მაგრამ მე ვიცი ესეთი ისტორია, როდესაც ჩემს ერთ ნაცნობს დაუდგინეს ავთვისებიანი სიმსივნე, ექიმმა რაც აუკრძალა ამ ადამიანს, ნომერ პირველი იყო ეს, რომ კამპოტები არ უნდა მიიღო საერთოდ. იმიტომ მე ვიცი რომ როგორც კი აი ხუბს გავუკეთებთ, იმ წუთიდან უკვე იწყება ამ პროდუქტის მოწამვლა. ნუ გემო შეიძლება შესანიშნავი კონდეს, მაგრამ რა მარტო კომფორტი, ეგ მე ხა დაახლოებით დღეში ერთხელ ან ორჯერ აუცილებლად ვაბლენდერებ მოც ხის და მაგრამ როცა დავაბლენდერებ ორ წუთში უნდა დავლიო. ორ წუთში უნდა შევჭამ. ორ წუთში უნდა მოასწრო. ორ სამ წუთში, იმიტომ რომ დააკვირდი გააჩერე და ის შავია. ის ჟანგია უკვე. ჰაერზე და შუგზე ვიტამინები და ფერმენტები იშლება, ქიმიური ელემენტები იჟანგება. ნიტრატებზე მითხარით, აი საზამთროს ნიტრატი. ყველა საზამთროში ხუთია საზამთრო არ მიგია წელს ერთხელ ვიკავრისკე და ვიყიდე, მაგრამ სამი ისიც როგორ არის? გააჩნია რაოდენობას. ის ნიტრატები ფაქტიურად არის აზოტი ჩვენს ორგანიზმს ჭირდება. თან ძალიან ჭირდება, მაგრამ ჭირდება დაუმხტავი აზოტი, ორგანული აზოტი, აი როგორ ნეიტრალური ატომების მქონე აზოტი და სცენარეში ეს გამოთავისუფლებულია. მაგრამ არის რაოდენობა მეტი. ეს მომატებული ნიტრატები თუ ჩვენ შევჭამთ დღეში 200-300 გრამს მაქსიმუმ 200 გრამ ის აზოტი ჩვენ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ნიტრატია, მაგრამ ნორმის ფარგლებშია ნიტრატი. ეხლა წამას ხო უნიშნავენ რა, ერთი დილით, ერთი საღამოს, ახლა 5 დილით, 5 საღამოს რო დავლიოთ, რას გვიზავს? იგივე ეს ნიტრატი, სანაც ნიტრატი, როგორც კი დიდი რაოდენობით შეიწოვება, ახდენს ერითროციტების აგლუტინაციას, ერითროციტები რომ ესე კი, გასაგებია. აგლუტინაცია ნიშნავს, აი, პროდუქტი უნდა ვახსენო ეხლა, საზამთრო რადგან ვახსენეთ, მისი მეგობარი ნესვი. კვლელი რატო ვახსენე? ერთი ფაქტის შესახებ წავიკითხე და მე დაუჯერე ამ ფაქტს, იმიტომ რომ მანამდე უკვე ვიცოდი, რომ ნესვი არის პროდუქტი, რომელიც საკვებთან ერთად კი არა. აი სხვა ხილთან ერთადაც კი არ უნდა მიირთვა და სრულიად განცალკევებულად იჭმება, რომ მისი მარგებლობა მიიღო. და ეს ადამიანი რო ვახსენე, ანუ როგორც გაირკვა და ეს ჭორის დონეზე არ ვიცი ეს ამბავი. ანუ იქეიფეს ადამიანმა მერე შემოიტანეს დესერტი, როგორც ვიცით ხოლმე და მიირთვა ნესვი და თან დიდი რაოდენობით და ადამიანი გარდაიცვალა ამისგან. და მე მართლა დაუჯერე ამ ამბავს, დავიჯერე, იმიტომ რომ მანამდე უკვე ბევრი რამ მქონდა წაკითხული ამ ნესვის მარგებელია, გემრიელია, მაგრამ მარგებელია, ერთი ნაჭერი, მცირე რაოდენობა, თქვა და ერთი ნაჭერი. დიდი რაოდენობით, რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით მავნებელია და მე სანამ ახალი როცა შემშილობდი ხოლმე, ერთხელ მოხდა ესეთი შემთხვევა. მაშინ ინტერნეტში არ იყო ამდენი ინფორმაციები, სხვათა შორის ინტერნეტში შაშანაც არ იყო იმდენი ინფორმაციები, რაც წელს არის. მე იმდენი მაქვს, აი, ადრე ხო, როდესაც სანამ ინტერნეტი შემოდიოდა 3-5 ნაგროვები, ამოხეული ფურცლები ჟურნალებიდან, გაზეთებიდან, წიგნებიდან და ქსეროქსები 3-5 გადავყარე. ეხა ხელოვნური ინტელექტი 3-5 გადავყარე. შეგიძლიათ გაიმარტივოთ საქმე ხელოვნური ინტელექტი. შემდეგ დავიწყე ინტერნეტი და იმიტომ რომ არ იყო ინტერნეტი იმდენ და აი ესეთი გროვები მაქვს ამოწერილი, რაც ყველაფერს ხო მეც ვჭრიდი გაზეთებს, ოღონდ მე თავის მოვლის პროცედურას. გუგლში თითქმის ყველაფერი ადრე არ იყო ეგრე.
და რა მოხდა? დაახლოებით 8-9 წლის წინ, როცა ასეთ კაცოდან შემშილო პერიოდი და თავდექიდან ეს დადებითი ავიღე, ზედმეტი რაოდენობით მაშინ ვერ მოვიძიე და მე მოდი ცოტა შავატარებ მეთქი და ერთი კვირა ვიყავი მხოლოდ ნეს. ანუ ყველაფერს თქვენ თავზე აკეთებთ ცდებს. ყოველთვის, როდესაც რაღაცა ერთი კვირის განმავლობაში, მაშინ ნიტრატომეტრი არ მქონდა. სამგორის ბაზარზე ახალმა დაიფიცა, რომ სასუქი არ მიცეო, არ აქვს მნიშვნელობა, საზამთროს და ნესვს სასუქს მიცემ თუ არა. 5 წელი იქ ნიტრატები ძლებს. 3 წელიც რო არ მიცეს და დათესოს, მაინც 8ჯერ და 10ჯერ მეტი ექნება საზამთროს და ნესვს. ანუ მიწაზე ამბობთ, რომ ეს ნიტრატები გაჯერებულია. სასუქი შეიძლება არ მიცეს და ნიტრატი მაინც მეტი ექნება. რატომ? ერთი 5 წელი ინახება და მეორე სიმინდი თუ 2%-ს იღებს ნიტრატს, საზამთრო და ნესვი იღებს 50%-ს აზოტს. შეწყობა არის გააქტიურებული მასში. ამიტომ საზამთრო და ნესვი არავითარ შემთხვევაში 200 გრამზე არ შეიძლება. გადავიყვაროთ ეს პროდუქტები. რაბძანეთ? უნდა გადავიყვაროთ ეს პროდუქტები აშკარად. არ არის სავალდებულო, გითხრათ ესეც საინტერესო რამ. ქელეხში ვართ რამდენიმე თვის წინ ჩემი ჯგუფელები და მეუბნებიან გიყურებთო. რასაც შეჭამთ იმას შამ მეცო. რას ამბობთ? არა და მე ახლა ერთი ინსტიტუტში მეთემატიკის ბიჭები ესეთი რო გითხრა რომ ეს მთელი სუფრა იჯდა და შემოგცქეროდნენ პირში რას მიირთმევთ რა? დრას მიირთმევთ მართლა რითი იკვებებით? ძალიან მარტივია, როცა იცი როგორ არეგურირო. აი არღვევთ თუ კი დაბადების დღეზე მიდიხართ თქვა ნათლობაში და თქვა ქართულს. იქ რა ძალიან მავნებელია იმას არ ვჭამ. ხო ვერ მოვიწმენ ხინგალი იყოს არ შევჭამო, ხაჭაპური იყოს არ შეჭამო, თევზი იყოს არ შევჭამო. თუ სოფლის ქათამია აუცილებლად შევჭამ. ბაჟე თუ აუცილებლად შევჭამ, მაგრამ სანამ კვებას დავიწყებ, მთელია ერთი თებში მწვანილს ვჭამ ხოლმე. ადამიანის ორგანიზმში არის და საინტერესო მოკლე რეზიუმეს დავარქმევდი. ადამიანის ორგანიზმში მუდმივად არის ჯანსაღი და სიმსივნური უჯრედები, ანუ თავისუფალი რადიკალები, იმუნური უჯრედები. ესენი აი ხა ჩვენს ორგანიზმში ერთმანეთს ებრძვიან და ხოცავენ. დიდი ომია გაჩაღებული. ეს ომი სულ არის ჩვენს ორგანიზმში. და ჩვენზეა დამოკიდებული ვინ გაიმარჯვებს, ხო? ვის შეუწყობთ ხელს? მტერს თუ მოყვარეს? ერთ-ერთი მონაცემებით ყოველდღიურად ადამიანის ორგანიზმში ყოველდღიურად გვხვდება 600 მილიარდი უჯრედი და წარმოიქმნება ახალი 600 მილიარდი. ამ უჯრედების ბანკი გვაქვს ჩვენ, რომელიც ოდესღაც გამოილევა. ვისი უფრო მალე გამოილევა, ვისი უფრო გვიან გამოილევა. ვინც მალე გამოლებს, ის მას ადრე უჩნდება ნაოჭები, ადრე ეთყობა ასაკი და იმდეს ვერ ცოცხლობს. ხო არის ყველა ადამიანი ერთად ერთნაირად ხარ გამოიყურება. ეხლა რა ხდება? ყოველი ჭამის შემდეგ ჩვენ რომელ უჯრედებს რა საკვებს მივაწვდით. ის უფრო ძლიერია ამ ომში. ყოველი კვების შემდეგ მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში ეს ჩემი ექსკლუზივია გენერალური ბრძოლები თუ რო ებრძვიან ეს არ არის ჩემი სხვებისგან წამეკითხოს არერთის გორის. ავიღოთ ვაშლში უმსტაფილოში არსებული კალციუმი ვახსენეთ და მოხარშოს თუ ჩვენ შევჭამთ უმსტაფილოს ვაძლიერებთ ჩვენს იმუნურ ჯანსაღ უჯრედებს და ყვებავთ მას ვაძლევთ ენერგია გაგრძალა და შეუძლია დახოცოს მტრის მაგრამ თუ ჩვენ შევჭამთ მოხარშულ სტაფილოს მაშინ ეს არის თავისუფალი რადიკალების ყვება. კი ბატონო, თუ ნიტრატებით არის მოყვანილი სტაფილო? თუ ნიტრატებით არის მოყვანილი სტაფილო, ეს უკვე აი სტაფილოს ბიზნესი ქონდა ერთქალს. ეხლა ის სალათის ფურცების ბიზნესი გამახსენდა ფილმი რო. თუ ნიტრატებით არის მოყვანილი ეს უკვე არის არაჯანსაღი უჯრედების, ანუ თავისუფალი რადიკალების სიმსივნური უჯრედების საკვები. თუ გადავაჭარებ დონას. ხალბატონმა თქვა რომ მე შემომაქვს სტაფილო, ну რაღაც ჩავიძიე, იმიტომ რომ ცოტა გამიკვირდა აი ხალბატონი და სტაფილოს ბიზნესი ვერ დავაკავშირე ერთმანეს და ეს ხალბატონი რო გავიცანი ჩავეძიე რაღაც კითხვები დაუსვი და თვითონ მითხრა რომ აი სტაფილო უკვე ნიტრატების გარეშე აღარ მოდისო. არა მე გამისინჯავს როგორც ირანული თურქული პროდუქტების რიცხვში რომელიც ჯობია ხოლო ჭარხალშია უმეტესად ძალიან დიდი რაოდენობით სტაფილო რაც გავსინჯე ყველგან ნიტრატები ნორმალში მაგრამ თუ ნიტრატები ნორმაზე მეტია რაც ეგან ახსენი იწვევს ერითროციტების აგლუტინაციას ერითროციტებს მიაქვს
ისევ გადავდივარ ქიმიაზე და მე ახალი კითხვა უჯრედებამდე ჟანგბადი რადგანაც აგლუტინირებულია ვერ მოძრაობს ვერ მიაქვს გაჭედილია ნელა მოძრაობს ნელი მოყვება აქვს ჟანგბადით და ამიტომ უჯრედები თავისთავად ნაკლებს ცოცხლობენ ამიტომ ნიტრატები არის ძალიან საშიში იცით რა მინდა კითხოთ აი გუშინ გქონდა ცოტა დაძაბული საუბარი მე და დედაჩემს ეხა პირად ამბავზე გადავალ დედა სამწუხაროდ უყვარს ყველაფერი ის რაც არაჯანსაღია და როდესაც განვიცი, იმიტომ რომ დედაჩემია მიყვარს და მინდა რომ დიდხანს მყავდეს. და როდესაც ვეუბნები რომ აი ეს მირთვი ეს ჭამა ეს არ ჭამა. ეხლა რაღა აზრი აქვს მთელი ცხოვრება ამით ვიკვებებოდი. კითხვა მდგომარეობს რაში? თუ კი ადამიანი მართლა მთელი ცხოვრება იკვებება არაჯანსაღი საკვებით. თქვათ 70 წელი. ნუ დედაჩემი უფრო მეტი ხნის არის, მაგრამ არ ჩავთვალოთ ეხლა ბავშვობის პერიოდი არ ჩავთვალოთ. აქვს მართლა აზრი, თქვათ, აი 10 წელი, 15 წელი, რომ იკვებოს. ა თუნდაც 2 წელი, რა ვიცი, აქვს აზრი? აი დედაჩემს რო გავცეთ პასუხი. არასდროს არ არის ქვიან. ვიცოდი ამას მეპასუხებდით და აუცილებლად ეს უნდა ამოვჭრა და დედაჩემს მე აუცილებლად მოვასმენინო. აი თუ კი ადამიანი 70 წელი მართლა ჭამს, შემწვარი მოხრაკული ყველაფერი ისეთი უყვარს, ნუ რა ქნას. და თქვათ, აი სიბერეში უკვე 75-ს რო გადაცდება, რომ დაიწყოს ჯანსაღი კვება. არა, ყოველ წამს ნებისმიერ ასაკში შეუძლია დაიწყოს კვება. საერთოდ როგორც სწავლა სიბერემდეა რო ამბობენ, იგივე შეიძლება ითქვას კვებაზე. ვიცოდი რომ ამას მიპასუხებდით და ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ რომ თქვენ უფრო ავტორიტეტული იქნებით დედაჩემისთვის, ვიდრე საკუთარი შვილი, ხო იცით? შინაურს მღვდელშენდობა არ აქვს, ესეა ჩვენი საქმე. ეხლა ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ კვებაზე და კვებაზე მთავარი ადამიანის ორგანიზმის არის ჰაერი ჟანგბადი. ჰაერი ჟანგბადი, კი უნდა მეკითხა და მე მგონია რომ ჩემი წინაპრები ყაზბეგიდან არიან და მგონია რომ ყაზბეგში გვაქვს საუკეთესო ჰაერი. და ყველაზე სულ ჰაერი იცი საპირისპირო არ მითხრათ გთხოვთ. როგორ? საპირისპირო არ მითხრათ გთხოვთ. ყველაზე თები ამ თავში კარგი ჰაერი უნდა იყოს ესეც. თათუ ზღვა, რამდენიმეჯერ დავუსვამთ ეს კითხვა. ორივე ბევრს აინტერესებს. და ყველაზე მე მაგას უპასუხებდი ჩანჩქერთან. ჩანჩქერთან გამოიყოფა ყველაზე დიდი რაოდენობით თავისუფალი ჟანგბადი ჩანჩქერთან ახლო ირგვლივ ჰაერი არის დაუმუხტავი ატომური რაც რო გადის იჟანგება იმგალ და წვიმის შემდეგ წვიმის დროს ყველაზე სუფთა ჰაერი მაგრამ როგორც კი იწყება ორთქლება აი ეს დამუხტული ნაწილაკები ან თოვლი რო დნება ადის მაშინ ყველაზე ბინძურია ჰაერი როდესაც დნება თოვლი და როდესაც მართალი ხარ სხვათა შორის წვიმის დროს კი მიგრძნია კიდეც რომ ჰაერი სუფთავდება. ჩანჩქერი რა საინტერესო რამე თქვით. ჩვენსკენ არის აი ყაზბეგში გველეთის ჩანჩქერი ძალიან ცნობილი, ესე იგი უნდა წავიდეთ ეგ უნდა გატარებული 1 საათი უდრის ზღვაზე და სხვა ადგილზე გატარებულ 3 საათს. მართლა. თუ კი სალმე ჩანჩქერს ნახავ და მიხვალ, სადაც რაც შეიძლება დიდხანს იყოს რომ ენერგია მიიღოს ორგანიზმმა და დადებითად დაიმუხტოს. აი სხვანაირად საკვებზე მეტი მთავარი არის სუფთა ჟანგბადი. და რამდენი გაგახსენდებათ ხოლმე. ახლა მე გამახსენდებით თქვენც რა. რატოჯერაც ჩანჩქერთან დავთქები. ყოველთვის გაგახსენდებათ თქვა რა, ყოველთვის ეცადეთ 10 ღრმა ჩასუნ თქვა გააკეთოთ. ამ საფხულს გამოხორციელებ მივდივარ. მე რამოდენიმე დღის წინ თხოვე სხვათა შორის ახლა როცა მცალია და ჩავე თავისთვის ზრუნავ ამ ფეგურთ სამაშო რა სხვათა შორის ვაკეთებდი ამარანტის გაღივებულ ამარანტით ვიკვებოდი და როდესაც ფეგურთ სამაშო ჩავდიოდი ეზოში ეს კოვიდის პერიოდს ყვები არ ვიღლებოდი ამარანტი არის ამარანტის პური იყიდება და ვყიდულობ ხოლმე ეგ დაჟანგული პური ეს ოქსიდატი ამარანტი რო აწერია გონია რომ კარგია. რაც მედიკამენტი იყიდება. მესამედზე მეტი არის ბლეფი რეკლამა. არასწორი რეკლამა. ბოლოდროს ყველაზე კარგად D ვიტამინი იყიდება, იმიტომ რომ ყველა ენდოკრინოლოგი ექიმები ამბობენ, რომ D ვიტამინის დეფიციტი მართლა ძალიან ბევრ რამეს იწვევს. D ვიტამინი არის კიბო. აფთიაქის D ვიტამინი არის კიბო. არის თავისთავადვე თავშივე არის თავისუფალი რადიკალი. იმიტომ რომ დამოხტულია მის მასში შემოვალი თუნდაც ბადები ავიღოთ ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
ნებისმიერი რითი შეივსოს ადამიანმა მაშინ? 99%-ს აქვს დეფიციტი. ნიუ-იორკში ცხოვრობს ჩემი დაქალი და მეუბნება რომ ბევრად მცხუნვარი მზე არისო ჩვენთან ვიდრე საქართველოში და არის აი დეფიციტი საოცარი აქაც 99%-ს აქვს D ვიტამინის დეფიციტი და D ვიტამინის დეფიციტი ძალიან ბევრ დაავადებას D ვიტამინის დეფიციტი მედიკამენტოზური D ვიტამინი და ქიმიური D ვიტამინი რომ არსებობდეს აღმოფხვიდეს მსოფლიოში რა ხიტი არ იქნებოდა ეს D ვიტამინი ვერ შედის წეგამთქვი უჯრედში არ ატარებს სენსორული მემბრანის სენსორები ეს D ვიტამინი საფთიექო იქნება თუ შემწვარი თევზი იქნება თუ თევზის ქონი იქნება რჩება უჯრედს გარეთ მატრიქსში რჩება გამახსენდა აკვადეტრიმს ასმევდნენ ხოლმე ბავშვებს არ ვიცი ალბათ ეხლა მეც ვასმევდი მეც უნიშნავდი იმიტომ რომ გაიდი მე მაშინდან მეც უნიშნავდი ან მეუბნებოდი რომ სპირტზე დამზადებული ზედზე დამზადებული ყველა ერთი და იგივეა ჯერ ერთი D ვიტამინი ისე როგორც უმრავლესობა ვიტამინების საჰაერზე და შუგზე იშლება მეორე დებისათვის რომ D ვიტამინი მზის ხილმა გამოიმუშაოს აუცილებლად ჭირდება მისი მასალა D ვიტამინის მასალა D ვიტამინის მასალა არის მაგალითად ბროკოლშია ნიგოზშია წვანი ხახვშია სხვათა შორის ტაფილოს ფოთლებშია კიდე ბევრ რაღაცებში კიდე თუ ჩვენ მასალას მივცემთ აი ეს მასალაც მიცემთ არის D2 და D3 ვიტამინი. D3 ვიტამინი ჭირდება მზის ხივი. D2 ვიტამინი პირდაპირ შეიწვება ორგანიზმში როგორც D ვიტამინი, რომ თვითონ მცენარეებით შეიცავენ. ისიც ამიკითხია, რომ 80% უნდა იყოს შიშველი, რომ მზე კარგად მოგედოს ტანზე და ხომ არა, ნუ ხა ესე ხო. 80% შიშვლები ხო ვერ ვივლით. მაგ ორი აზრია კიდე დილის მზე, საღამოს მზე და შუადღის მზე. კი, შუადღის მზე ვიცი, რომ ძალიან რამოდენიმე ლაბორატორია სულ ერთი ამზე როდის მიიღებ ხო და აქაც არა მაქვს ვიცით ყველამ რომ სულ ერთი ნამდვილად არ არის. ალცჰაიმერი არ დაგვავიწყდეს, ეს არის ძალიან ისეთი თემა, რომელიც ძალიან ბევრს აინტერესებს. იმიტომ რომ ძალიან რთულია ოჯახისთვის, არა მარტო პაციენტისთვის ის ფაქტიურად ვერ გზნობს ვერაფერს, ვისაც დემენცია აქვს, ხო? იგივე ალცჰაიმერი, ნუ ზუსტად იგივე არ არის, მაგრამ რომელი ბაქტერია იწვევს და როგორ მიხვედით ამ დასკვნამდე, რომ ბაქტერია იწვევს ამ ურთულეს და უსაშინლეს დაავადებას. დასკვნაზე მე და ეხლა მე მგონი დაადგინეს, ხო რომ მართლა ისე ყოფილა. მაგას დაახლოებით 7 წლის წინ დავწერე სტატუსი, სადაც წერ რომ ნებისმიერი არ არსებობს დაავადება მიკროორგანიზმების გარეშე. ეს იყო 6-7 წლის წინ. არც ალცჰაიმერის დაავადება, არც ეპილეფსია, არც შიზოფრენია, არც ფსიქოპათია, საერთოდ დაავადება არ არსებობს. ეს სიტყვები არის გოგი ბოჭორიშვილის. იყო ასეთი უდიდებულესი, უჭკვიანესი, სხვათა შორის თორცდები ერთ გარკვეული პერიოდი მინისტრიც იყო ჯანმრთელობით. დაახლოებით მე ვიცი და ჩემი ათვლის წერტილი მაგ ყველა დაავადებას იწვევს ფსიქოპათიასაც კი ახლა ეპილეფსია ვიღოთ თუნდაც ხო მე ხა როდის მისტერიული ფსიქოპათია პარანოიდული ფსიქოპათია რომელიც ჩვენთვის ყველას ნაცნობ ერთ პოლიტიკოსს აქვს და ასე შემდეგ ადამიანი თუ როდესაც არის ყველა ადამიანის ორგანიზმში ყველა მიკრობს აქვს თავისი ადგილი ამორჩევებული. მაგალითად, კუჭის წყულს არჩევს ჰელიკობაქტერია და ჰელიკობაქტერიით ინფარქტი არ მოხდება. არც წინის ანთება მოხდება დაუშვათ, არც სახსრის ანთება. იმის ადგილი აქ არის. სტრეპტოკოკის ადგილი არის დაუშვათ მუხლის სახსარში. იქ სხვაგან ვერ განვითარდება სტრეპტოკოკი, კუჭის წყულს ვერ გამოიწვევს. ყველას თავისი ესევე ეპილეფსიის მიზეზი 10,000 მიკრობია გამოკვლეული და არსებობს მილიონობით მიკრობი 10 მილიონი მიკრობი არსებობს თუ 100 მილიონი მეცნიერებამ არ იცის უბრალოდ 10,000 მან აღმოაჩინა ვაშლში არის 10,000 აქტიური ნივთიერება და ვაშლისგან გამოკვლეულია დღეს 190. ესე იგი, რამდენად გამოუკლეველია, რამდენი მიკრობი გამოსაკლევია. აი მე სხვათა შორის ახლა მაშინ ისიც კი დავწერე, რომ ათეროსკლეროზული ფოლაქები, ანუ ინფარქტის გამოწვეული, მთავარი მიზეზი ათეროსკლეროზული ფოლაქები გამოწვეულია 3 რამ. ეს არის
ქოლესტერინი, ეს არის კალცინატი და ეს არის მიკრობი. და დარდი და ფსიქოსომატური არა? ბატონო? დარდი და ფსიქოსომატური დაავადებები, ფსიქოლოგები აქტიურად დაავადება რაც არსებობს დედამიწაზე, გარდა მწვავე დაწრობისა და მოტეხილობისა არის მიკროორგანიზმით გამოცვლებული. ამას მე ჯერავს და ვიცი რომ ასე, მაგრამ არა მაქვს მტკიცებული ვერ პოულობ ამას. ამოდიან 6 წელია ვეძებ რომ ალცჰაიმერი დაუშვათ და არსად არ იწერება რომ ათეროსკლეროზულ ფოლაკებში არის განამორტო ქოლესტერინი და კალციუმი. კიდევ არის მიკრობი იწვევს, რომელსაც უყვარს და ახლავე ჩარშან ერთი წლის წინ ვკითხულობ ამერიკელებს კვლევას რომ ალცჰაიმერის დაავადებებში გამოიკვლიეს და 30% აღმოაჩინეს მიკრობული ხასიათის. 30 ცოტა არ არის? ყველა არის, მაგრამ 30%-ში გამოიკვლიეს, იმიტომ რომ ზოგი შეიძლება სხვა სახეობის მიკრობი, რომელიც გვარი იციან, ის რომელიც ჯერ არიან გამოკვლევი. რა საინტერესოა, რა ბაქტერიაა ესეთი და როგორ შეიძლება თავის არიდება, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა, ვისაც ესეთი პაციენტი ყავს ოჯახში, უფრო მეტად მძიმე არის ოჯახის წევრებისთვის და ძალიან ვიცი რომ ძალიან ბევრს აინტერესებს ამის შესახებ. ბატონო დავით, 5 ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი რომ დაგვისახელოთ. შეიძლება 10 არ ვიცი. გაგივებული ან ახალ დავქვილი ამარანტი, ოღონდ ამარანტის დალევა წყლით და ჭამა არ შეიძლება. სხვათა შორის წეღანში გამიწყდა, მე ვთხოვე დაახლოებით 1 კვირის წინ ორ ონკოცენტრის ხელმძღვანელს დაურეკე და აუხსნედი რომ რას კარგავთ მეთქი რა. მე მაქვს ასეთი კვლევები მეთქი და მოუყევი იყო ასეთი კიბოსწამალი კატრექსი, რომელსაც გაჩეჩილაძე აკეთებდა. მისი ისტორია მოუყევი გადაცემა ფილმი იყო მიძღვნილი, უბრალოდ ხო, დოკუმენტური ფილმი იყო მიძღვნილი. მოსკოვის პირველ არხმა გადაცა და შემთხვევით წავაწყდი და თავიდან ბოლომდე მოусმენი აუხსნედი ორივეს. ეს იყო კატრექსი, რომელიც შეიცავს სკვალენს და ეს სკვალენი და ამარანტის სკვალენი ერთი და იგივეა. ოღონდ არ დამავიწყდეს. ესეც არსად არ წერია სხვათა შორის. სულ სხვა არის მცენარეული B ვიტამინი და სულ სხვა არის ცხოველურ, მაგალითად ღვიძლში არსებული B ვიტამინი. ყველა ექიმი ამბობს, რომ B ვიტამინი ანაქედან მიიღიანეს, სულ სხვა ეს B ვიტამინები. სულ სხვანაირი სტრუქტურა აქვს, სულ სხვანაირი აგებულება აქვს, სულ სხვანაირი თვისებები აქვს, მცენარეულს, რომელიც ორგანიზმში სჭირდება და სხვანაირი აქვს ღვიძლს. ხოთა შორის ღვიძლი არ დაგვაიწყოს, მე საინტერესო რამს გეტყვი, ღვიძლი, ხო, პირველი ამარანტი. ეს ჩემი ინდივიდუალური ისტორია. ეხლა ბოლო ჩემი მეორე ანწლი გაგეკვირდებათ. მესამეა ჩია. მართალი ხარ. მესამეა ჩია, მეოთხეა წიწიბურა, ოღონდ მე მხედველობაში მაქვს ყველა ცოცხალი ორიგინალში და არა მოხარშული და ასე შემდეგ. და მეხუთეა ოხრახუში. აი ისპანახით ოხრახუში არა, ნიახური და ოხრახუში ორივე ერთმანეთზე უკეთესი პროდუქტია, 6 გამოგვივით. ნიახური მაინც ყველაზე უგემური მწვანელი რაც არსებობს, ყველაზე სასარგებლო ეგ არის, ხო, მაგას ამბობთ. და ხა რაც შეეხება ღვიძლზე, არ არსებობს ღვიძლი. არის ყველა ოქსიდაცია. საკუთრებით გემრიელია, მოდით თქვა. ღვიძლი არის მარგებელი და იმუშავებს ორგანიზმში ენდორფინს. ენდორფინი ცალკე თავისხრივ ამაღლებს იმუნიტეტს, მაგრამ როგორც პროდუქტი არ არის მარგებელი. ნაყინიც არ არის მარგებელი, მაგრამ ენდორფინს გამოყოფს. ყავაც არ არის მარგებელი, მაგრამ ყავას გააჩნია უამრავი დადებითი. შორის აი მიკვირდა ბატონო დავით, გეტყვით რომ აი ღვიძლში გროვდება როგორც ვიცი ტოქსინები, ხო? და ამიტომ ჩვენ ამ ღვიძლს მივირთმევთ. მარტო ჩვენ ადამიანის ღვიძლში ხო არ გროვდება, ანუ ფილტრავს უბრალოდ. შეიძლება მე შეცდომა დაუშვა, მაგრამ არ და ძალიან გემრიელია და ანუ ესე ცალკეც იყიდება ხოლმე ეს ღვიძლის პაკეტი. ადამიანის ორგანიზმი არის. მე უნდა დავიწყე შიმშილობა ამ პოდკასტის მერე. შიმშილობა, ეხლა ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ, თორე ისე ვიცი რა. შიმშილობა ბოლოს ჩავატარე 24 დღეს, როდესაც დაუშვი 24 დღე, რომელსაც დაუშვი ძალიან დიდი შეცდომა. შიმშილობა მაქსიმუმ არის 7 დღე.
ნუ რაღაც სხვათა შორის მეც ვაკეთებდი ამას კვირაში. ერთი დღე 26 დღიდან 7 დღემდე. საოცრება იყო, აი დავფრინავდი. 36 დღიანი შიმშილობა ეს არის გარანტირებული 10% კვირაში ერთხელ 36 საათიანი შიმშილობა თუნდაც ხო დედათქანი ვერ შიმშილობს მაგრამ ნებისმიერი ადამიანისთვის დარჩენილი ცხოვრების 10%-ით გახანგრძლივება. მე შიმშილო ერთი კვირა ვთქვა და ნუ აი უცებ არ დავიწყებ ვთქვა და ადრე ვაკეთებდი ერთ დღეს და თავისუფლად ვძლებდი ხოლმე მარტო წყალზე ვიყავი. აი ერთი კვირა გავაახალგაზრდავდებდი? ანუ ეს არის კითხვა, რომელიც ქალებს აი სულ გვაწუხებს და 1000 კოსმეტოლოგთან დავდივართ ამის გამო, რომ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა. აი შიმშილობა დამეხმარება? აი თქვა კანის სტრუქტურა უფრო უკეთესი რომ მქონდეს, იმიტომ რომ რაღაცები უკვე აღარ მომწონს ჩემ თავში. შიმშილობის დროს ორგანიზმში დაგროვებული ტოქსინები, შხამები, წლები, თვეების დაგროვებული შხამებით ხდება აუტოფაგია, ანუ მათი მონელება და გარეთ გამოყოფა. ყველგან აი კაპილარები იწმინდება, კანქვეშა, კოლაგენიც კი, სტრუქტურები, კანის, განამარტო კანის ნებისმიერ. სასარგებლო იქნება? თუნდაც ღვიძლი ვახსენეთ, ღვიძლის თირკმლების, მე თვითონ ჩემ თავზე მაგ გამოსწიდი 50-ზე მეტი შემშლობა მაქვს ჩატარებული. ხო პირველივე დღეს როცა დავიწყე ახლა სტუდენტობის დროს, მაშინ ახალგაზრდა უფრო მეტი შემეძლო, მაგრამ ვერ გავძელი 3 დღეზე მეტი. მერე გავძელი 4 დღე, მერე 5 და სხვათა შორის ძალიან შველის ხოლმე ვიფიცებ ხოლმე, რომ ამდენი ხო გადავწყვეტ. რეკორდი გინდა დაამყურო, დრო არ გაგვეცეს. აუცილებლად მინდა გკითხოთ თქვენს წიგნზე, რომელიც წერის პროცესია, ხო? აი ამ წიგნის შესახებ უფრო მეტი. სიცოცხლის გახანგრძლივების ენციკლოპედია, ესე ერქმევა. ანუ როდესაც ამ წიგნს ავითვისებთ, წავიკითხავთ, შეგვიძლია გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე რამდენი წლით? 10 წლით თუ 15-20? იქნება 50 წლამდე ვიცოცხლოთ. აი 20 წელზე მეტია ამ თემაზე მუშაობდა. დაახლოებით 5 წელია მზათა მაქვს ეს წიგნი. კიდე კარგი რომ 3 წლის წინ არ დავწერე. კიდე კარგი რომ შარშან არ დავწერე. იმიტომ რომ ახალი ინფორმაციები მოდის, ხო? მე აი ბოლო თვეებში ისეთი ალგორითმი მივიღე და საერთოდ ვინც კი ვცდილობ ისეთ რაღაცეები დავწერო და ისეთი რაღაცეები არის მაქვს ამ წიგნში. მზათა მაქვს ის ყველაფერი მზათა მაქვს. და ეხლა უფრო რამდენიმე თვეა უფრო ხალისით მუშაობ, იმიტომ რომ მე აღმოვაჩინე, ასე ვთქვათ, მივიღე ის ალგორითმი, რომელიც ასხვავებს ჯანსაღ და არაჯანსაღ კვებებს. აი ეს ალგორითმზე უტყუარი მტკიცებულებობა მივიღე თვითონ Google-დან და ინტერნეტიდან და ისეთი აი რაზეც ამდენი ხანი მუშაობ, ფიქრობ და მტკიცებულებები არ მქონდა გამიჩნდა ეს მტკიცებულებები. ამ წიგნში იწერება ისეთი რამ, რომელიც არცაც სხვაგან არ წერია. ამ წიგნში არცაც სხვაგან არ წერია და არაფერი არც ერთი წინადადება არ იქნება ისეთი დაწერილი, რომელიც იწვევს ეჭვს. ამ წიგნში ალბათ იმასაც დაწერთ, რომ სოკო მავნებელია? მავნებელია სოკო თქვენი აზრით? მე მივირთმევ. ყოველდღიურად მივირთმევ, ოღონდ დაბქოლ სოკოს. 20 წამში ავხსნი. სოკო არ გააჩნი, სოკო არის ჰეტეროფიტი, საპროფიტი, იკვებება სხვის ხარჯზე პირველ რიგში, არ აქვს ფოთლები, არ ხდება მასში ფოტოსინთეზი. ისევე როგორც ცხოველის მაგვა იკვებება და ადამიანი იკვებება პარაზიტებია, პირველ საპროფიტი პირველი ეგ არის. მეორე გააჩნია ქიტინი, ანუ ისეთი პოლისაქარიდი, რომელსაც უჯრედი ვერ ქმნის, ის D ვიტამინი, რომელიც სოკოშია, ამ დამავიწყო ვერ ხსენებ. თავარი გავიგე სოკო და ორგანიზმი ვერ ითვისებს და რაც თავარია, სოკოში არსებული ცილის იდენტური ამინომჟავები და ცილები ჩვენს ორგანიზმში არ გააჩნია. ჩვენი დაკრეფილი სოკო აი ეს ნიყვი უგემრიელესი, ანუ არ აქვს მნიშვნელობა. უცხოელი ორგანიზმის. აბაყი, ბადრიჯანი, ბარდა, ლობიო, კარტოფილი. ანუ ყველაფერი მავნე პროდუქტია. ისევ კითხვა ისმის, რა მივირთვათ და მეჯერ არ მაქვს სხვათა შორის ამომწურავი პასუხი. აი რა მივირთ, ჩამოვთვალოთ, ოღონდ ცოტა გემრიელიც რა იყოს ისეთი. ახლა მე გევეჭრებით, მაგრამ პროდუქტი, ნუ ამაზე ხშირად ხუმრობთ ხოლმე, რომ მაინც ეს პროდუქტი, რომელიც არის სასარგებლო, არაფერი არ არის გემრიელი. გარკვეული დრო წვანელობიოს უმად ვჭამდი და სახლში დამცინოდნენ. ეს ჩამოთვლები რაც არის მაგ, უმად იჭმება რომელიმე. არ იჭმება, ხო ასეა? არა. რასაც გაკეთებული აქვს მეცნიერებს მაგის ანალიზები, რომ შეიძლება C ვიტამინს
ავიტამინს, ბეჭდგუფის ვიტამინებს, უჯრედი იმას ცილებს, მართალია ყველაფერი. მაგრამ უმად ვერ ვჭამთ, ხო? ლობიოს უმად ხო ვერ შევჭამთ. მოხარშავთ ცილას, მისი ცილა ორგანიზმიდან გადაიქცევა არაორგანულად, ანუ ოქსიდირებული ხდება, ანუ ოქსიდაციური საკვები ხდება. ბადრიჯანს უმად შევჭამთ. თქვენ რო ახსენეთ, აი უმკვებაზე გამოსწორებით. რაც უმად არ იჭმება და არის მცენარეული, ყველა მოხარშვის დროს ხდება ოქსიდაციური. ადამიანის ორგანიზმის კბილები აი კარგია რო ახსენეთ. ისევე როგორც ბალახის მჭამელები, თხა, ცხარი, ძროხა და თქვენ წარმოიდგინეთ კოალა და ჩინური დათვია კიდე მეორე გამახსენდება. ისეთივე მიჯრითა კბილები როგორც ჩვენ. სკავსება ჩვენ შორის ეს და ეს რას ნიშნავს? და რომ ნახე კოალას და ვახ რა ქვია მეორე ჩინური დათვია ასეთი ნაცრევიანი დათვია. მე გავახსენ. რომ ნახე მისი კბილების აგებულება, თან 14 აქვს, ჩვენ 16. ზუსტად იგივე არის ზედა და ქვედა ყბა რაც ჩვენ. აი ესე მიჯრით არის. აბა ავიღოთ ახლა ანუ ეს ნიშნავს რომ სცენარეს მჭამელები სცენარე უნდა მივირთვათ და სხვა არაფერი? ადამიანი ღმერთმა შექმნა როგორც სცენარის ყვება პროდუქტად პლუს თაფლი, ომატებთ თაფს და ჩვენი წინაპრები ოდესღაც რომ მოიპოვებდნენ ხოლმე ინადირებდნენ, ის არ უნდა ეჭამათ? როგორც ჯამთელი პროდუქტი არა. მაგრამ მოკლედ აქ ფილოსოფიური კითხვები რაც უფრო- გამიჩნდა უკვე. აი ოჯახის ადამიანის ღრეგრძელობა პირდაპირ პროპორციულია გაზის ქურის ანთების. რაც უფრო ხშირად გამოვიყენებთ გაზ ქურას, მით უფრო მეტ ტოქსიურ ნივთიერებებს მივიღებთ. მიიღებს ჩვენი ორგანიზმი. რაც უფრო ბერს ჭამთ, აი ხო გამდივთ, რომელს მივაწვით რა საკვებს თორე ახლა რაღა დღის მეზობელი გარდამეცვალა ცხალებში დადიოდა, არ სიგარეტს ეწეოდა, არ ზღვინოს მომდოდა, მაგი ისედაც მკვდარი ყოფილა, ხო თუ ხინკაზე ვარ ითქვი, ღვინოზე ვარ ითქვი, მე მე კარგით. ღვინო რა კარგია რო ახსენეთ? ღვინო თუ კონიაკი? ორიაზე ნუ არ არჩევანის საშუალო ხო. მაგალითად ზოგადად ჯობია რომ არ დავლიოთ ალკოჰოლური სასმელი, მაგრამ ნუ ქართველები ვართ იქ სუფრასთან ხდება. კონიაკი იხდება, ცხელდება. ძალიან მარტივია. არაყი უფრო უტილიზირებულია, ანუ ჭაჭიდან გამოყენებულია. ორიაზე არ არსებობს ყველაზე საუკეთესო ღვინო არის. ალბათ წითელი ღვინო. და კონიაკი გაცილებით უკეთესია. წითელი ღვინო, აი, არაღზე არ არსებობს არაყი, რომელიც კონიაკს უტოლდებოდეს. ხშირად ამბობენ რომ წითელ ღვინოზე, აი იმ დღეს მამა ჩემი ამბობდა რომ წამლად მინდაო რა. ერთ პატარა ეგ ფსიქოლოგიური ფაქტორია. არ შეიძლება ალკოჰოლი წამალით იყოს, მაგრამ ფსიქოლოგიურად მოქმედებს. აი ყავას რო ვსვავთ, აი შოკოლადზე დავწერე გუშინ წინ რაღაც ეს სტატია არ ვიცი ნახეთ თუ არა. შოკოლადი მარგებელი არ არის, გემრიელია. ეს გემრიელობა იწვევს ენდორფინს. არა შოკოლადი ჩემთვის არ არის გემრიელი ნამდვილად. და არასდროს არ ყვეტულობ. გემრიელობა იწვევს უმამი იწვევს, უმამს იწვევს ხორცეული პროდუქტი, მაგრამ საერთოდ ხო იწვევს ენდორფინებს, კარგად როჭამ ფოქსი ამონებს რა. ეს ხო ჰორმონებთან არის, ყველაფერი ჰორმონებთან არის დაკავშირებული. კარგი ემოციებითაც ხომ უნდა ვიკვებოთ. საკვები მარტო ის ხო არ არის ხა რასაც ჩვენი პირის აპარატი. ისეთ რამეს ვჭამთ, რომელიც არ გვსიამოვნებს და ვჭამთ, ჭამისთვის მეს უკვე მაშინ ენდორფინი აღარ გამოიყოფა. არ სეროტონინი გამოიყოფა, არ დოფამინი გამოიყოფა და ეს უკვე ორმაგად მავნებელია, მაგრამ როდესაც ანუ შეგვიძლია დრო და დრო თავი დავიჯილდოვოთ ამ არაჯანსაღის საკვებით. რა თქმა უნდა, ხინკალს სანამ ჩავკვიჩო, მანამდე უკვე ენდორფინი თავისავს. ხო, ხინკლის გარეშე კარგი, აი ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, ანუ რძის პროდუქტებს, იოგურტს, მაწონს ადიდებს მთელი. ნუ მაწონი ახლა უფრო ჩვენ ვიცით, მაგრამ რძის პროდუქტებს ადიდებს მთელი მსოფლიო. თქვენ ხართ რძის პროდუქტების წინააღმდეგი. რატომ აი ეს რომ მოკლედ გითხრათ, გრძელი პასუხით საინტერესო იქნება, მაგრამ ჩვენი დრო იწურება და მოკლედ გასაგებიენით, რომ ანუ სოფლიოს უპირისპირდებით ესე გამოდის, იმიტომ რომ რძის პროდუქტის შეძრა. აი ბერძნული იოგურტი. ძალიან მარტივად აუხსნი მაგას და დავამტკიცებ, ერთი ორივე არის ოქსიდაციური პროდუქტი, ორგანიზმში იწვევს მჟავე რეაქციას. რძე მარგებელია, ეს ხოდაშორის ეს მაგ წლების წინ შესწავლილი. ახალშობილებისთვის 14 თვემდე. 14 თვის ლაქტო თვემდე ხდება ბავშვის ორგანიზმში ლაქტოზის მომნელებელი ლაქტატის გამოყოფა. 14 თვის შემდეგ ეს ორგანიზმში აღარ გამოიყოფა.
კარგად გამიგეთ? შემდეგ რომ ვღებულობთ ამ რძეს 2 წლის ბავშვი 13 წელს ჩვენი ვერ ინელებს. პირველ რიგში ესა და ჩება ამ შემდეგ ჩება მოუნელებელი ასევე და ხაჭოზეც აზეინები. ცნობილია რომ ადამიანების შიშო ძალიან სასარგებლოა ხაჭო. ხაჭოც არ მივიღეთ. როგორც კი ნებისმიერ გუშინში სპეციალურად ექიმის რეკომენდაციით სპეციალურად ამოვიწერე ხაჭოც და იოგურტის შემადგენლობაც და არომატიზატორი, სტაფილიზატორი, ცხიმები, ბევრი რაღაცა, ემულგატორი, მოდიფიცირებული კალციუმი. ამ დროს მაწონი მაწონზე რა სიტყვით მაწონი ხო პრობიოტიკებია და ასე თუ ისე სასარგებლო აი თლად ეხა ნუ გადაусმოთ ყველაფერს ეს უარესი ჯობია იმურას მაწონი გაცილებით უკეთესია ყველა რძის პროდუქტზე ანუ თუ რძის პროდუქტს მივიღებ ჯობია რომ მაწონი ისიც ალბათ ცოტა რაოდენობით ხო ეს დასკვნა გამოვიტანე რა თქმა უნდა მაგრამ მარკეტის მაწონის ლაქტო რძემჟავა ბაქტერიები არის გენმოდიფიცირებული ეს ვიცი რომ ჯობია ქარხნული მაწონი ვიყიდოთ ვიდრე სახში დამზადებული იმიტომ რომ რაღაც პროცედურები უნდა გაიაროს მაწონმა რომელსაც სახში ამას ვერც ფიზიკურად ვერც გაითვალისწინებენ ხო ესეც ვიცი როგორც მარგებლობა ძალიან დიდი ინფორმაცია როგორც მარგებლობა ოჯახის მაწონი გაცილებით მაღალია მაგრამ შეიძლება იქ რაღაც დაირღვეს მარკეტის მაწონს საერთოდ მარგებლობა არ გააჩნია მაგრამ მარკეტის მაწონი გარანტირებულია იმისთვის რომ არ მოიწამლება და გასაგებია მე სხვათა შორის რუმინეთიდან მოვდიოდი გზაში ვიყიდე იოგურტი სამი ყლუპი მოვსვი და არ მოსიამოვნდა გადავაგდე ისიც რა დღეში ჩავარდი შუაღამეზე ძლივს გადავრჩი ბატონო დავით ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაციები მოგვაწოდეთ ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ პოდკასტში მე დამშვიდობები ჩემს მაყურებელს გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი დაგვიტოვოთ კომენტარები დაგემშვიდობებით